მორწმუნის ცხოვრებაში იცის, ასე ვთქვათ, მონაცვლეობა სულიერი მდგომარეობისა. Რაღაცა პერიოდში შეიძლება ძალიან იყოს ესეთ მადლმოსილ მდგომარეობაში სიხარული კონდეს, წმენა მტკიცე კონდეს, ყველა უყვარდეს, ხო? ყველა უყვარს, ყველას უნდა რომ სხვები გაამხნევოს, ასე ვთქვათ, განამტკიცოს წმენაში რაღაც ესეთი მადლმოსილი მდგომარეობა. შემდეგ მოდის დრო და იცვლება ეს. თითქოს ჩამობნელდა, თითქოს აი მოიღრუბლა, ასე ვთქვათ. სულში ისადგურებს გაღიზიანება, შიში, წმენა თითქოს კლებულობს, ხო? ამ დროს მამები გვირჩევენ, რომ ეს იმას ანიშნავს, რომ რაღაც დააშავე, ვთქვათ. რაღაც სულად მოიქეცი, არა, ამ დროს მადლი მაინც არის ჩვენში, რა თქმა უნდა, არის უბრალოდ მადლის როგორც ნუგეშინის მცემლის გამოვლინება იფარება, ასე ვთქვათ, ამ მომენტში და ეს არის სულიერი ბრძოლა ადამიანის. არ უნდა ჩავარდეს ამ დროს მორწმუნეს ასოწარკვეთილებაში, უნდა დაველოდოთ, როდის გაივლის ეს. აი როგორც კოკისპირული წვიმა როცა მოდის და თავშეფარებულები ვართ და სანამ არ გადაიღებს ველოდებით, ხო, ესე მანამდე ვერ გავდივართ, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. აი დაახლოებით ასე. ელოდები როდის გადაივლის ეს და მოვა ისევ ის მადლმოსილი, როდის გამოჩნდება მადლი როგორც ნუგეშინის მცემელი. ეს არის სულიერი ბრძოლა. ამ დროს, აი ამ ზუსტად ამ ჩამოღამების და ჩამობნელების დროს ადამიანი ხედავს საკუთარ უძლურებას, საკუთარ მანკიერებებს, აი გაღიზიანებულობას საკუთარ სულში. მადლმოსილ მდგომარეობაში გაბრუებულია ადამიანი, დამტკბარია და თითქოს ამ დროს არცალია ამისთვის. ხოლო აი ესეთ დროს კიდე ხედავს საკუთარ დაცემულობას და ჩვენი დაცემულობის დანახვა გვამდაბლებს. სხვა არაფერი არ გვამდაბლებს ჩვენ. გარდა იმისა, რომ დავინახოთ საკუთარი უძლურება სხვადასხვა განსაცდელებში თუნდაც. რადგან სულიერად დამდაბლებული ადამიანი შევა სამოთხეში. სხვანაირად სამოთხეში შესვლა შეუძლებელია. სიმდაბლე, აი, რო ჩაუღრმავდეთ, მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის თავდაბლობა, ეს არის სრულყოფილი, განღმრთომილი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. მას შემდეგ, რაც დაირღვა ეს ბუნებრივი მდგომარეობა, ადამიანი რო დაეცა ცოდვით, დაისადგურა სულში ამპარტავნებამ და პატივმოყვარეობამ. ამის საპირისპიროა თავდაბლობა, ეს არის ღმერთშემოსილი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და აი ამითი შევალთ სამოთხეში. რადგან უფალმა სულაც ესე რომ ქეჩოში ჩაგვავლოს ხელი და ავიყვანო და ჩაგვცას სამოთხეში. ვერ გაჩერდები, ვერ დაიტევ. არ იქნება ის შენი ბუნებრივი მდგომარეობა. სათასასუფეველი არ იქნება შენი ბუნებრივი მდგომარეობა. რადგან სულში პატივმოყვარეობა და ეს დემონური თვისებაა. ხო.